დადიან, ხო იცი, მაგრამ ძირითადად მაინც ინდიელები ცხოვრობენ, ისა ინდიელები და სახეზრო უყურებ უძღოლებს არიან ეს ინდიელები. დასახლებიდან დასახლებაზე გადავდივართ. აი რატომაც აი სიტყვა აული ამომდის თავში რა. აულიდან აულში გადავდივარ, აი დაღესტანში ვარ ხოლმე. ერთი მთიდან მეორეზე გადავხარ, მთაზე ერთი სოფელია, მეორე მთაზე მეორეა. აი ესეთი ასოციაცია მექნება რა. იქ ნახე რამდენი დასახლებული, იქ რამდენი სახლია. ჩემი აზრით ასეთი 46 მილია თუბასითა. ასეთი დასახლება იქნება, მაგრამ შეიძლება უფრო როგორ ვთქვა, დიდი იქნება რა უფრო. მოსახლეობით უფრო დიდი იქნება. 46 მილი გვინდა იმ თუბასითა. ეგანაც ვთქვი რა, ესე იგი, ეხლა ხო მაინც 21 საუკუნეში არის ტექნიკა და რაღაცა და ადრე ეხლა ეს ინდიელები აქ ცხოვრობდნენ. თემური წესები ჰქონდათ ამათ, ხო იცით და ზოგჯერ ხო გააგდებდნენ ვიღაცას რა, რაღაცა დანაშაულისთვის რაღაცა და ის კაცი რო წამოვიდოდა აქი და უნდა დაეწყო ცხოვრება რა, უნდა ეჭამა. ალბათ ისე ნადირობდნენ რა. მოსყვა რა. ჩათვალეთ რომ ვართ იმ ძველ საუკუნეებში და ვიღაცა თემიდან ვთქვათ იმ ტომიდან გამოარდეს რა. მას უნდა დაეწყო ცხოვრება. ჩვენ ცხოვრობ ხევისბერგ ოჯახში და ის აზბეგი რო გვიწევს ხოლმე და მოვიდოდა ეხლა დასახდებოდა აქ. უნდა დაეწყო ცხოვრება, და იცხოვრება. ეს თქვათ გიას ეხლა ამას ტრაქტორი მაშინ. მაშინ ხარ ქონა ტრაქტორი. კაციშვილი არ არის გარშემო, გადახედო, ხელს შუბთან მიიტან და გადახედოდი რა ხდება იქიდან და აბა აი მხედველობაც ჰქონდათ რა, ეხლა იქიდან ვიღაცა მოდიოდა და შეამჩნევდნენ იმას და სივრცეში თავითავად ეხა ასფალტი გზა არ იყო, მოდიოდა ბილიკით ან გველი უკბენდა ან რა ვიცი ორიელი და ეშენებინა რაღაც სახლი, ან ეს სახლის მასალა საიდან მოქონდა ეხლა ხედავ ვიღაცა ტიპი დადის იქა შევამშილეს ვიცი, ყველა ძაღლი ყავს რა გვერდზე. იმ ძაღლსაც ხო უნდა ჭამა. სად გაიწელა ეს გზა? ლარევის სწორი გზაა. ხო მოდივარ და ხო უყურებ და რატომაც გოიკო მიჩი გამახსენდა, გახსოვთ ინდური ფილმი გოიკო მიჩი ეს გედერის გერმანელი მსახიობი რო იყო, განკუთვნილი რო დადიოდა ინდიელებს რო იცავდა, ან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში და რა ამერიკელებს რატო არ ქონდათ ასეთი პოპულარული ინდიელების ფილმი? საბჭოთა პერიოდში უფრო იღებდა, გოიკო მიტო გედერი იღებდა და არა, საბჭოთა კავშირში იღებდა, მაგრამ ეს გერმანელი მსახიობი გოიკო მიჩი ძალიან ცნობილი გახდა და იმ დროს უყურებდი და
ასახშია 90 წლის არის, მაგრამ მაგარ ფორმაშია, მაგარ ფორმაში. დადგებოდა ხოლმე და აქ გადახედვა და იქავრობას. ეცე გავიაროთ იქ. ეს აქედან დავინახე, მაგრამ ჩვენ ალბათ სადმე გავჩედებით, იქიდან უფრო გადავხედავთ. აი აქედანაც შეგვიძლია დავინახოთ. აბა ვინტერი მოდის, რომელი ეს ინდიელები ხო ერთმანეთსაც ებრძოდნენ და ერთი ტომი მეორეს აჯობებდა, იმ ტომის ქალები და ბავშვები უკან მოყავდათ სახში და იყო ერთი ამბები. ჩვენც უნდა გადავხედოთ ერთი გიგრძნოთ ეს ინდიელები როგორ გრძნობდნენ გადახედის დროს. ტუბესიტი კიდევ 30 მილია და მე ნახოთ. აი მარჯვენა მხარეს სულ იქით არის გრანდ კანიონი ჩანს. სამწუხაროდ ჩვენ გვერდზე გავულით. ფეხითაც შორს არის, ვერ გადავალ, იმიტომ რომ შეზღუდვებია და ძალიან შორს არის და თან მეც დროის ამბავში ვერ ვასწრებ. და შეგახსენებთ ხო გრანდ კანიონი აი თითქოს გახლეჩილიაო დედამიწაოს რაღაც ერთი 600 კილომეტრზე გრძელდება. აი ხო ჩასავარდნია იქით აქ რო გადახედო. ჩასავარდნე მით და აი იქით არის გრანდ კანიონების თელი ნუ სხვადასხვა პატარა, დიდი და ყველაზე დიდი გრანდ კანიონია ჩვენ რო გადაღებული გვაქვს რა. აი მარჯვენა მხარეს ასე პარალელურად მიუყვებით რა. და ნახოთ აბა შეიძლება ტურბასიტიდან იყოს გადასახედი, არ ვიცი ნახოთ. ფაქტია რომ აქეთ უკვე არიზონის სამხრეთი ნაწილია და მარჯვენა ჩრდილოეთისკენ თითქოს მიწა გაიხლიჩაო რა. მან როგორ არის ეს ფილებმა დაიწყეს მოძრაობა საუკუნეების განმავლობაში ისე იცახე რომ თა იყო ზემოთ თა თემო ჩავარდა რა ასეთი მეცნიერები მაგას იძახიან. არ ვიცი ახლა მე ვეღარ გადავალ იმ თემებზე. გრანდ კანიონის შესახებ მე ძალიან ბევრი ინფორმაცია ვილაპარაკე ჩემ ვიდეოში და თუ არ დაგეზარებათ უყურეთ და იმის შემდეგ უკვე აქ რა ხდება მე უფრო მიხვდებით კიდევაც რა. ეს კი ისე თქმა ვიტო რომ სად ტრიალებ, რის გარშემო ტრიალებ. ჩემი აზრით სრულყოფილი ინფორმაცია მაქვს იმ ვიდეოში. 4 თუ 5 ვიდეომა გადაღებული გრანდ კანიონის შესახებ. ჩვენ კიდევ გავაგჯეროთ ჩვენი გზა, ჩვენ ტუბასიტის უახლოვდებით. აქაც ტრაილერ GPS მეუბნება რომ წადი მარცხნივ წრე დაარტყიო, მაგრამ ჩვენ მაგას არ უჭირავს, ჩვენ ვიყვნებით მარგარიტას, სუბუქი მანქანის GPS, იმიტომ რომ იმედია რაღაცა საინტერესო უნდა ვნახოთ. იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში. აი აქედანაც ჩანს აი მთელი ურეთ როგორ არის ეს მარცხნე მხრიდან ხო ამოდიხარ და აი ესე მიდიხარ და აი იქით მარჯვნივ სულ შორს არის ეს დიდი კანიონი. ასე ვთქვათ, გლეხურად რო ვთქვათ, ჩახლეჩილი, ჩავარდნილი მიწა. ვთქვათ, ვერ გეტყვით, მაგრამ ტუბას რო გაუყვები მარცხნივ, მე შეიძლება არიზონიდან არა, მაგრამ შეიძლება ის იყოს ასასვლელი იქიდან, უტადან იყოს მისასვლელი და იქიდანაც არის გადასახედი და აი თუ მოხდით იქა ხო ვისარგებლებ თუ არა და გავუყვეთ ასე ჩვენებურად. სამწუხაროდ ეს ჩვენი ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას რა ის სრულყოფილად, კარგად, გემრიელად რო იტყვიან დაათვალიერო, მაგრამ ასე და ხო გამიგებთ მეგობრებო, ჩვენ აქ მაინც ფულის გულით ვარ ჩამოსული, უბრალოდ უთავსებთ ამ შეძლების დაგვარად. კარგია, აი მილიონებს რომ მოვიგებთ, აი მე უკვე ღირს აი ეს ხორციანად დავათვალიერებთ ყველაფერს. ეს სპეციალური მანქანებით, სპეციალური ეთრნები და სპეციალური ცოდნით რომ მიადგები და ხორციანად აი ძირფესვიანად რომ შეისწავლო ყველაფერს და დაათვალიერებ, მაშინ რა თქმა უნდა სულ სხვა ეფექტი იქნება. შემოთ დავჯერდეთ აი ესეთი საშუალებით. მადლობა ღმერთს რომ ამის საშუალება მაინც გვაქვს. შეიცვალა ფერი. აი ეს ფაქტიურად კანიონი სხვა ასეთი ფერებია, დიდი და იქნება უყურები და შედიხარ სიკვდილში.
ნიშნავს ასეთი ფერებით, ამ თემის ფერებით. მაგრამ ჯერ კიდევ არიზონაში ვართ. ცუდია რომ მზე არ არის, თორემ მზის ფერზე ძალიან ეფექტურია რა. ფერად ფერებში რო გადადის. და თითქოს ისეთი შეგრძნებაა, რომ იმაში ხარ, რა ქვია, ფერად ტელევიზორში. აი როცა მაგრამზე აცხვნებს ხო, მაგრამ ესეც თავისებური ეფექტურია რა. City-ში ეხა ელოდები თითქოს корпуსები რაღაცა არა, სუფთა ინდიელთა კლასიკური უბრალოდ დიდი სოფლური დასახლება. სოფელიც არ არის რა მიწურებში მაცხოვრებელთა და დიდი პარტია უბრალოდ რა. ტერიტორიულად რა. Cuba City, დიდი სამით აწერია City, მაგრამ რა ვიცი რა სიტობის ეთყობა რა მე მეგობრებო მას. მაგრამ ინდიელებისთვის City-ა. რაღაცა კი უნდა იყოს ახლა სუპერმარკეტი, ამის დამაგვარი კი უნდა იყოს წესით რა. ამდენი რაოდენობის მოსახლეობა საჭმელი ხომ იქნება სადღაც. ჩვენ რო ვიყავით ასე 160 გზა მიდის პიტაპირ კანიონისკენ რა. ჩვენ ცოტა გვერდულად უნდა აუვაროთ. აი ეს სასტუმროებია და კი. მაინც ახლა სიტი ტყუილად ვარ და არ გე. აი სასტუმროა ეს ახლა. ეს უკვე აშკარად ტურისტებისთვის არის რა. ვინც მოდიან აქეთ კანიონის დასათვალიერებლად. Turn left at the traffic light. ესე ბენზინგასამართის სადგური არის ცენტრი. გარშემო ასეთად მეორე ფეხით მოსიავრიც იქნება. Cuba City-ში ვიმყოფებით. ხა გავართ აქედან 10 მაილში და მე ისე მარჯვენა შევუყვე და გადავართ უტაში. რუღა მეუნება. Cuba City-დანაც გავედით. შემოუხვიეთ მარჯვნივ, ფაქტობრივად გრან კანიონი იქით არის და ჩვენ ვერცე გავუვით და შევართ იუტაში. ნუ ეხლა იუტაში ჩვენ ბევრჯერ ვართ დამყოფები, სხვადასხვა მხარეს, მაგრამ აქეთ არა ვართ დამყოფები. აბა ეს მხარე რა შემოგთავაზებს? ვისაც უყვარს მთები, ბუნება, ეს განსაკუთრებული სილამაზე, რასაც იუტა თავაზობს სოფლიოს,
ჩვენს მაგის მომსწრეები გავხდებით, რომ მივიღებთ მონაწილეობას მის ამას ხედებში. ადრე მაგ ნათქვამი ცოტა ძვირი ჩდება, მაგრამ wet friends-ზე ქირაობენ. აი დიდი $500-600 ჩდება და აი თელ ამ ლამაზ ადგილებს ზემოდან გადაახედებენ ხოლმე რა. არ ვიცი რა მარშრუტით მიდიან, მაგრამ ჩვენ ახლა ზემოდან ვერ ვახერხებთ, მაგრამ ქვემოდან ალბათ რაღაც როგორ ვთქვათ, ფრაგმენტებს ნახავთ. ჩვენ დავიწყოთ ზემოდან, მერე გადავალთ ქვემოზე. ჩვენ დავიწყოთ ქვემოდან და მერე გადავალთ ზემოთ. აი ასეთი ბევრი სავაჭრო ცენტრებია, ეს უკვე სუვენირებს რო ყიდიან. მაგრამ თქო რომ ეს საათია, აი ღია ეს ყიდის, ეს ინდიელები თავის სუვენირებს ყიდიან. თავისთავად ტურისტებიც მოდიან და მოდიან. ჩვენ რომელ კატეგორიას ვეკუთვნით, მეგობრებო? კლასიკური ტურისტები ვართ თუ მიახლოებული ტურისტები? მომუშავე ინტერესიანი ტიპები ვართ რა. ტურისტებში არ ვითვლებით, ეხლა ტურისტი მაინც სხვა არის რა. აი გემოზე რომ დაათვალიერებულები საჯობია მაგას. რაც არის ეგ არის რა. მოაბია აი ესეთი ყველაზე ცენტრი, მან ქალაქიც არის, ხო ჩვენ ამბეჭდები გავლილი გვაქვს, მაგრამ იქაც სულ გავდივართ, გვერდზე უვლეთ, გვერდზე გავუვლეთ, მაგრამ შიგნით ვერ შევდივართ რა, აი ჩვენზეა ნათქვამი. ეგ რა გვინდა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ მილიონები. ნო, მეგამილიონში. ქართულ სოფელ ტრაქტორები და ჩვენ კიდევ ბევრი მოგზაურობა და ფიქრები, რომლებიც ჯერ არ უნდა გავასაჯაროთ. ორია მოვიგოთ და მერე ჩვენ ვიცით არა მეგობრებო. ის ვიცი რომ აუცილებლად სასარგებლოს გავაკეთებთ. თქვენთან ერთად მოვიფიქროთ როგორ ანაერად და ასე შემდეგ. ზოგადად ფიქრობ ვინც ეს ფული მოიგონა კაცო რა. ცოტა სხვა რაღაცნაირად ყოფილიყო რა, მაგრამ ფულიც რა ხდება ამ ცხოვრებაში. ესეც მოცემულობაა. ესეც რაღაც დასახლებაა, მაგრამ უბრალოდ ეს ეკლესია ყოფილა აქ და პატარა საკალათბურთო ფარებიც უკეთია, მაგრამ მოსახლეობა. Miden Spring School. საჯარო სკოლა უყურს პატარა ბავშვებისთვის. აი დავანებოთ ამ ინდიელებს თავი და მოდი ახლა დავტყვეთ ამ ბუნებით და იმ სილამაზით, რასაც ეს სამყარო გვთავაზობს. მანქანებაც მოიმატეს, ეს კარგია, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულ ადგილებში არა ვართ. ტურისტები მოძრაობენ, რა. უკან მთელი მანქანების ეს მომხდება. ტრაილერები არ დადიან, მაგრამ ზან ამდენად ცუდი არ არის, ფართო გზაა და ესენი უკვე აშკარა ტურისტები არიან. ნახეთ როგორ მანქანები არის ნევადიდან, იქიდან, ათიდან მოდიან. მოყავთ თავისი ოჯახის წევრები. ეცნობიან და დროს ატარებენ. რაჯობია მაგას. კანკანიო სხვადასხვა კუთხებიდან უდგებიან. ჩვენ რო ვიყავით, ჩვენ დაუდეკეთ, ხა არიზონას მხრიდან მივედით და როგორი ეფექტური იყო, მაგრამ უდგებიან კიდე ნევადიდანაც და იუტადანაც რა. სხვათაშორის სოსო რო იყო ნებიერიძე, აი ჩვენი სოსო ვორდ, მაგარი მოგზაური. წამოიყვანა ეს ქართველი მგონი 10 კაციან, 15 კაციან ჯგუფი ყავდა და მგონი ნევადის მხრიდან მიუდგა იმას გრან კანიონს, მაგრამ რატომაც არ მოეწონათ რა. რაღაც დიდი ეფექტი არ იყო. მე რატო არ მოეწონათ, იცი? რაღაც შეზღუდვები იყო და ბევრ ადგილებში არ შეუშვეს. მე გამიკვირდა ეხა სოსოს მთელი მსოფლიო მოვლილი აქ ისა და ალბათ სხვებთან სხვა სერვიზები რო შეადარა, აქაური სერვიზი არ მოეწონა. ეს მართალიც არის ხა შეზღუდვები რომ იქ არ შეხვიდე, აქ არ შეხვიდე, იქ არ შეხვიდე. სოსოს და ჩვენ თანამემამულებს არ მოეწონათ, მაგრამ მე რო ვიყავი არიზონის მხრიდან, მე ავტოვანებული ვიყავი, რა ვიცი, იქ არანაირი შეზღუდვა არ იყო რა. აბა მეც არ ვიცი, შეიძლება მეც აი აქედან ნახოთ ახლა თუ ჩვენი ტრაილერი მივუდგებით თუ არა და მე მაშინ გავახცენებ.
მაგალითად შეგიძლია ეს ადგილები მოიარო, ერთდროინდ წეღანაც ვთქვი. მარე ხოლმე 5-დღიანი, 7-დღიანი ტურებია და მთელ ამას სივრცეს მოერი და მაგარი სტამბეშტავია რა. ლამაზია და ყველაფერი, მაინც სამყარო ეს თავისი მრავალფეროვნებით, თავისი სპეციფიკური დამახასიათებელი თვისებებით. ეს რა ტრაილერით ყველგან ვერ მივუდგება, ახლა იქითაც შეიძლება მისვლა. ფეხით ასვლა, ნახოთ, ალბათ გადასახედი იქნება, რომ მაინც ის შეიძლება ბოლომდე ვერა, მაგრამ რაღაცაში დაბეჭდილებას მაინც დაგიტოვებ, აქაური სივრცე, აქაური ადგილები. მე ხშირად მითქვას, რომ აი ეს ადგილებში რომ მოვდივარ, აი ადგილებში რომ მივდივარ, გული მწყდება, რომ გვერდზე ახლობელი მეუღლე ან შვილები ან ათასაები ან მეგობრები რო არ არიან და მარტო უყურებ ამას, მაგრამ ჩვენი არხი მაგის საშუალებას გვაძლევს და ამიტომ ჩავთვალოთ, რომ მეც მარტო არა ვარ და თქვენთან ერთად ვღებულობ რაღაც პოზიტიურ ემოციას და დადებით შეგრძნებებს, რასაც აი ეს სილამაზე ჩემს ნებისმიერ ადამიანს. მე პირადად ახტოვანებული ვარ, ახლა ეს დაბეჭდილებები ხო წამყვება და წამყვება მთელი ცხოვრება და ამასთან აი რაღაცა რომ ნახე რა, მაინც რა არის, აი ზოგი ხო არა, რა უნდა ნახო მოგზაურობა, რა უნდა ნახო სულ რა შენობებს უყურებ, იმას უყურებ, მაგრამ რა ვიცი, აი მე მაგალითად აი არ ვიცი, აი ვიმოხდები ისე დადებითად რომ სამყარო რა ლამაზია, რა მშვენია და შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ და ეცნობი რა ჯობია ამას ყველაფერს. რა ვიცი, მე დიდ სიამოვნებას და დიდ როგორ თქვა enjoy pleasure ინგლისურად pleasure სიამოვნებას ვღებულობ. ეხლა თვითონ სიამოვნება кейფია. ეს 3 ლიტრი ვინის დარდოლა წვადის ჭამა არის ჰარალო და მთელი ამბები, მაგრამ რა ვიცი, ესეც კარგია ეხლა, მაგრამ ამიტანი არაფერი არ ვარ და მაგრამ აი სილამაზე და აი შვენება და ეს დედამიწა რომელიც უკანმა შექმნა და რა ვიცი სასწაულია. ეხლა სოსონებია, ეხლა წეღანაც რო თქვი სოსონებია, ეს ნამდვილად ვერ შევედრები, მაგრამ აი ერთი სული მაგ ადამიანს შევხვდე და ის დაბეჭდილებები და ის შეგრძნებები თუ მოიგზა კადრებს და გამიზიარებს, აი ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ძალიან მაგარი ვიდეოები აქვს მაგას გადაღებული განსაკუთრებით ანგოლა, აფრიკა, აი ეს არაბეთში და აი ესეთ ადგილებში, ძალიან ბევრ ადგილებშია სოსო ნამყოფი და ალბათ თუ შევხვდებით ერთმანეთს გავუგებთ. მე როგორც მუშა ტურისტი, სოსო როგორც პროფესიონალი მოგზაური და სოსოზეც ვერ ვიტყვი რომ ტურისტია, სოსო არის უბრალოდ პროფესიონალი, ძალიან მაგრა გამოზდის და რა ვიცი, აი მინდა რომ წარმატება უსურვო და ბევრი საინტერესო ადგილები ვაჩვენოს. და მეც მორიდებულად თუ მექნება საშუალება, ერთად ხوار წავიდეთ და ნახოთ საინტერესო ადგილები. ითუმეტეს უკვე კოლეგები ვართ, მე უკვე ტურისტულ ბიზნესში კი ვარ ერთი რამდენი წელი, 20 წელი არა ხო, 18 წელი ვარ. სოსოსაც გაუხსნია თავისი ტურისტული სააგენტო და ბევრ საერთო რამეს მივხვდით ერთმანეთში. არა სოსო, იმედია ჩვენ არ სოსოც უყურებს და აი მინდა წარმატებები უსურვო, თვითონაც ტიპია ესეთი დადებითი და რა ვიცი. მე დიდი სურვილი მაქვს ბატონ სოსო შევხვდე და ერთად მოვიაროთ ბევრი ადგილები, რა ვიცი. შეძლებს დაგვარათ, თორე ახლა ერთად მე იმას გავიძახი, სულ ერთად ვიყავ, მაგრამ რაღაცა პროექტი რო შევიმუშაოთ და მონი კარგი უნდა გამოვიდეს. არ გამოვა და ყველას გავამარჯვოთ და სოსოს ისე და ისე წარმატებები ვუსურვოთ. და მართლა ამ ბიჭმა როგორ მოახერხა, მაგრამ მთელი მსოფლიო მოვლილია, რა განსაკუთრებით მაგისი ეგანაც ხო თქვი ეს აფრიკის ქვეყნები, ანგოლა და ასეთი რაღაცები და ეს ინდოეთში რო იყო, რა ქვია ეს ვარანი რო არ იქ ადამიანების სიკვდილს რო ხდება ადამიანები იქ რომ მიდის, ძალიან
გაცნობიერებული იციან სოსოს ამბები და ჩვენი მაყურებლებით ერთად ჩემთან ერთად უსურვოთ სოსოს წარმატებები. ჩვენ კიდე გავაგრძელებთ. როგორც ხედავ, ვგრძნობ, რომ ეს კანიონი მარჯვენა მხარეს რჩება, ამით უფრო სხვანაირად ზღვი იუტას ის არის, მაგრამ აი ამ თემის იქიდან ეს კანიონი აი რუკაზეც, მაგერ იმაზეც მაგერ ხატია, აგერეთ ხედავთ, აი წყალი რო არის და ეს არის კანიონი. ჩვენი მანქანა ჩვენ უკვე მარცხნივ უნდა წავიდეთ რა. ეს დიდი კანიონი რჩება მარჯვენა მხარეს. და იმედი მაქვს, აი ეს ხო არა ეს ამე შესასვლელი თუ ტრაილერის ნებადართეს ტრაილერს თუ ნებადართეს მაშინ მე შევა. ამ ბოლოს და ბოლოს თვითონ ტრაილერს მოვხსნი და ტრაქტორი წავა. არ ვიცი, ნახოთ თუ დამატებობინე ტრაქტორს. არაფერი არ ვიცი თქვენთან ერთად მეგობრებო. პირდაპირ ნატურალურად ბუნებრივად ვიღებთ ამ პროცესებს. სიარული კარგია, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მთავარია. მოდი ახლა მე აქ ცოტა ხანი გავჩერდები. ცოტა წავივარჯიშე. თორე 3 საათზე მეტია მოვდივარ და სისხლი ავამოძრავოთ რო იტყვია. ნახოთ სიცილია. არა, ნორმალურია. აი როზიხარ მოკუზული რა. თან უკვე ორგანიზმი თხოვსო წეით კაკო ივარჯიშე. ეს არის ალბათ რაღაცა ინდიელმა დაკეტილია ეს სუვენირების ისაა რა. ესეთ იმაზეა, ესეთ იმებზე ცხოვრობენ ძირითადად რა. და იქით ახლა რო გადახვალ იქითკენ, ესე იწყება მთელი კანიონები და ეტყობა ეს მანქანები მე ასე მიდიან, მე ასე მოუხიო და იქ არის უკვე სერვისი ნევადიდან ადიან აქედან. ახლა ეს არიზონა, მაგრამ ჩვენ ხო არიზონას იქით ამ მხრიდან ავიდა ფლაგსტაფიდან, ის ძალიან მაგარია. მე მაგარი ძალიან კმაყოფილი ვიყავი მაგ სერვისით და არ ვიცი ახლა თუ ჩავგვირვარ და ვისარგებლოთ მაგ მომენტით. მოდი ახლა მე ცოტა წავივარჯიშებ და მე გავაგრძელოთ ისე ჩვენი სიარულთან მანქანასაც გადავხედოთ რაღაცა ვარჯიშს. აი ჩვეულებრივ ინდიელთა დასახლება. დასახლება 1 2 გადავხედა ჩვენ მანქანას, აბა რამეს ვარჯიშს, ნორმალზია. კარგი, ახლა მე ცოტა წავივარჯიშებ და ვაგრძელოთ მე გზა. როჭმას დაისვენოს ცოტა.